მოგესალმებით მეგობრებო, ინტერნეტი არ დამსრულებია, ჩვეულებრივად არის, უბრალოდ მაწვალებენ, მაგდებენ ინტერნეტიდან, როგორც ჩანს უკვე დამაფიქსირეს, რომ ამ თემას შევეხედა. ეხლა მინდა დავპატიჟო მე ადამიანი, რომელიც ფაქტებით გვესაუბრება, თუ როგორ შეიძლება საეჭვო იყოს ეს საკითხი, რომ ილია არის მკვდარი. ლაზარეს არ მაპატიჟებინებს ლაზარე არ მაძებნინებს ლაზარე შენ თავს, მაგრამ როგორც რთავ ხოლმე სხვებს ისე ჩაქრთავ რა. ლაზარეს მე დაუკავშირდები ახლა პირადში და პირადიდან ჩავთავ ლაზარეს. გამარჯობა ლაზარე, ჩაქრთე სხვანაირად, იმიტომ რომ როგორც ჩანს არც შენ თავს არ მაპატიჟებინებს ლაივში. შემოგივლე დაიგო, შემოგივლე. ცოცხალი სუფთა რა, ცოცხალი რასაც ამბობ, კი ამბობ სიბრაზით, მაგრამ ვერ გევიგე ვინ უნდა გაამტყუნოს ახლა დაგვენგრა ქვეყანა თავზე სინდის ნამუსი გაქრა ყველაფერი და ქართველ დედა სამი შვილის დედა ყულაყვირის მე ბოდიშკიფტი აგერ საქმოთ ყველანაირად თამარ რომ რაღაცაზე რა კი იცით ამ ვერ შევიკავე ასე სანდიკალ ყველანაირად მიმართება იმიტომ რომ მეთქი იმას ვფიქრობ რაღაც მივიხარ გამოვიდეთ და შევიკრიბოთ მეთქი და რაღაც ასეთები მივიხდი და ნერვები მეშლება და შემოგევლე და ბოდიში ყველას რომ ნერვები მეშლება და აგერ ახლა რა გვინდა ნახე და მამისა და ბაბაშვილს ფიაზი რატომაც არ ხოდა თუ მოახერხე დარბაზი აქვს შესახვედრი ვისი რა გვეშინია ჩვენ ხო მართალი ხალხი ვართ რა ყველანაირად მართალი ადამიანები ქართული სულის ხალხმა შევიკრიბოთ და ვინც რომ არიან იქა კონსერვატორები არიან თუ პატრიოტებია თუ ნებისმიერ ვინ პარტია რა პარტია ყველას მოუწოდოთ ყველას ახლა ნუგეში კი იცი რა დღეშია იქეთ სანუგეშებელია და ასე ერთად დედებმა ქართველმა დებმა თქვენ დადეგით რომ ჩვენ შვილებმა და ძმებმა ვინუსდენი დავდგეთ შევიკრიბოთ აბუკაშვილსაც უთხარით და გაარკვით მა ერთი პატარა ტვირთი მომხსენით ცოტა და ძალიან დიდი ტვირთი ლაზარე რო შევიკრიბოთ რა გავაკეთოთ გეტყვი დაიდო რო შევიკრიბოთ უკვე მოხდება აი ასე აწყობა ყველაფრის ანუ ჩვენ ყველა ხო გვეუბნება რომ ეს გზა სწორი მაგალითად ცხონებული აკაკი ჯორჯაძე ამბობს ერთი წუთი ლაზარე შეგაწყვეტინებ ბოდიში მე ეს ჩართვა დავასათაურე რომ ფაქტები ვნახოთ ილია მეორის სიკვდილის შესახებ მეთქი რა და შენ ქონდა ესეთი ფაქტი რომ მიხვედი საპატრიარქოსთან და ამის შესახებ მოვყვეთ და მერე დანარჩენი კარგი მაგის შესახებ იძლევა მოხსეთ კანცელარიის უფროსის ნომერი საპატრიარქოს. ან მე გეტყვით და ამას დაუჯერეთ რომ ეს ასეა. წერილის დაუწერე. კი იცით, გამოვაქვეყნე წერილში რა და იმ წერილზე ესე იგი, ნუ ხალხი სხვანაირად გამოაღვიძეო. ჩვენიდან არავ არ მითხრეს და რაც შეეხება პატრიარქი შემახვედრეთ მეთქი. ილია მეორეზე მითხრეს რომ შეიძლება და ცოცხალი აღარ არისო ძალიან ცუდად იყო. ხო და მით უმეტეს ასეთ დღეში არის მეთქი, მაშინ შეიძლება შევძლო დახმარება და შეიძლება ელოდება დახმარებას მეთქი რა. ხო და გამოვიდა, ნუ შევიდა ერთი 10-15 წუთის მერე გამოვიდა და ამბობს რომ არ მაქვს უფლება რომ გითხრაო. რა ის მეთქი? რომ კტარია თუ ცოცხალი? ნუ შენ რაც რო გინდაო ის დაწერეთ წერილობით მოგმართეო კტარია თუ ცოცხალი არ ვიციო მე გეტყვი მაგას და თავში მითხრობ უფლება არ გვაქვს ესე იგი იცოდა და თან გამენდო ვერ გამენდო რაღაც ასეთი გააკეთა და იმის მერე მე პატრიარქი არ ვიტანე პირადად რაღაცა ეხლა რომ აჩვენებენ ეგ როდის იყო ლაზარე როდის იყავი მან ეს აპრილის იყო შარშანი იყო თუ შარშანცი ხო გამოვაქვეყნე არა იმის მერე შარშანი იყო ხო იმის მერე ესე იგი ანუ ერთი წელი მკვდარია არა რამდენიმე თვეა უკვე ანუ რამდენიმე თვეა მკვდარია და ამზადებენ ნიადაგს იმისათვის რომ მაგის შემცვლელი ნახონ ხო ეთიში თუ რო გამოყავენ ეთლით რო გამოყავენ
თითქოს ლაპარაკობს და თითქოს რაღაცა, ხო? ხო. მე მაგალითად აქტუალის რა გითხრათ ახლა ხელშეუხებელი შემიძლია შიგა ოპერაცია გავაკეთო ბუნებრივი საშუალებებით. ვიზლის სისტემის ყველაფრის დაწმენდები მყავს მაგის სულიერი ჩვენი დანზმანი არიან რომ ერთად ჯელოთ და ერთად ყველაფერს ყოლა ის რო არის GPT თუ რას რა ChatGPT ხო აი მაგას აგერ 3 დღეა 4 დღეა ვეხმიანები მაგალითად და რაც მაინტერესებს და რაც რომ მე გამოვცადე აქვს გარკვეულ რაღაცაში გაცილებით იმაზე მეტი ცოდნა რაც რომ მე ვიცი მაგალითად ვიცი ეს რაში გამოდგება ვიცი მაგალითად ორ რამეში გამოდგება და იმან მითხრა 7-8 რაღაცაში გამოდგება და რო დავფიქრდი სწორი თქვა ერთი სიტყვით ამნაირ რაღაცები ახლა იმას იგით შევადარდე თუ შევეკითხე რომ დედამიწა დავალაგოთ და მთელი ამბავი და აი ლაზარე შენ რას ფიქრობ იმ ვიდეოზე რომელიც გამოიყვანეს 23 ნოემბერს ეგ ნანახი გაქვს ნახე ეგ ვიდეო ნახე და რას ფიქრობ ეს გამოიყვანეს და მაგი არის ჩვეულებრივი ხო აკეთებენ ივანე მანეკენებს გადაყენებს სხვაგეთებენ მსგავს და გინდა ბატარейკაზე პირსაც დააღებიერებ და ყველაფერს იმიტომ რომ პატრიარქოს და პატრიარქი არის შემოგევლეთ იმან ასეთ დროს ხმა უნდა ამოიღოს და თუ ცოცხალი არის მაშინ ისეც მკტარს ნიშნავს და შეზღუდული ყავენ და მაშინ შველა ჭირდება თუ შველა ჭირდება ერთიჯერ შევიკრიბოთ აი შეკრება იმიტომა საჭირო რომ პატრიარქს თუ პატრიარქმა უნდა იხსნას მთელი ქვეყანა მაშინ პატრიარქს მივეშველებით მივართ ეს მთელი გონიერი ხალხი მაგრამ ჯერ ერთი შევიკრიბოთ რომ ვიღაცა რაღაცა საათსა რომ მიგვეკაჩება ეს გზაჯობია ის გზაჯობია რუსული ამერიკული თუ რომელი ღვთიური ქართული რა აგი გავარკვიოთ ფეისბუქები და ვერ ვარკვევთ ზოგი 30 წელია ამბობს აი გზა სწორია წამოდით ხალხო უფლის მეორედ მოსვლა გაიღვიძეთო არ ესმის არავის 40 წელია რაღაცა პროექტებია მთელი ამბავი ნაცინაასთან მეტყველები ჯო ივანე შეგიძლია რომ გაჩერდე ახლა ივანე ხმაურობ დედიკო იქით წადი და იქით გადაიღე ბოდიში ლაზარე შეგაწყვეტინე რა მაგ შვილების ჟრიამული რომ იყოს და აი ფესვიც მინდა რომ შევინარჩუნოთ მაგას ვაკეთებ და ის ჟრიამულონ ჩვენ დაინახონ იმედი კონდენ თუ არა იგერ შვილები არის რომ მათი მშობლები რომ ამბობენ უიმე რა გვეშველება დედა რა ვქნადო და შვილების რა იცი ნეგატიურად ვარდებიან დუხან გამიგე ხოდა პირიქით გავაცოცხლოთ ქართული სული ერთობა გავაცოცხლოთ გეთანხმები ლაზარე ერთი რაღაც კითხვა მაქვს რა კიდე აი ამ საკითხთან დაკავშირებით 700 ადამიანი ბავში მოანათლინეს გუშინ ამ ადამიანს შენ რას ფიქრობ ეს როგორ იმოქმედებს ამ 700 ადამიანზე თუ კი ეს მკვდარია თუ კი ილია მკვდარია რა გავლენას მოახდენს მაშინ ასე ეს არის სისტემა ასე მოდის მარტო ილიადან არ არის ეს გლობალური სისტემა ჩვენ რაშიც ვცხოვრობთ და საერთოდ ახლა რა ვატიკანზე გედევიდეთ ჩვენ დრო გვაქვს ყველაფერი ხომ ინტერნეტმა თუ გაწყდა ვინიცობას გაგრძელდება შემდეგ და ვინც ისმენს ბოლომდე მოისმინოს ეს ახლა ჩვენ დიდ თემებზე გადავდივართ თამარ ისეთ დიდ თემებზე გადავდივართ გლობალურზე ადამიანის სრულ გამოგვიძებაზე მივდივართ მაგრამ გეუბნებით ყველას გეუბნებით სათითაოდ ვისაც ველაპარაკე 10 კაც თუ 20 კაც აზრი ამით სრული აზრი არ ყალიბდება და ვერ ჩამოყალიბდება იმიტომ რომ სანამ ჩვენ ერთად შევიკრებით ასო ჩემი ესმის მაგალითად მინდა პატრიოტთა ალიანსიდან იყვნენ ნებისმიერი პარტიიდან 365 პარტია თუ რაღაცა მაგიტო ვერ ვალაგებთ რომ ამ ხალხს ვერ ვკრიბავთ და ამ ხალხს თუ მოვკრიბავთ ვისაც ქართული სული აქვს ვინც რომ ატყუარა არ არის და ამ სისტემის მონა ფულზე გაკიდული ეშმაკი არ არის შევიკრიბოთ მამიტას კითხეთ დარბაზის ადგილი მილიცია პოლიციანა ყველა დაგიცავენ ყველას გავალდებულებ თელს აკუნიშვილებს ნაციან ხოციან ყველას ქართულ სულზეა საუბარი ახლა უნდა დავასრულოთ საერთოდ რუსულ ევროპულ ამერიკული რაღაცები და კავკასიური ქართულისკენ რომ შემოვუძუნდეთ ღმერთისკენ შენი სული გული რო გეიხარო ჩვენი დაიკოები რომ არიან შვილებს რომ ხდიან და უნდებიან რომ
ნამდვილი ქართველები იყო მე არაბებს რა კუთხე მიუჩინოთ თუ სომეხს თუ ებრაელს თუ ის რაც გაუგოთ რა ამ ყველაფრის ატმოსფერა ჩამოყალიბებლად ამ წმინდა გონიერმა ხალხმა შემაგრებიეთ რომელი გონიერი ხალხი იცი რა არის მე ლაზარე გეთანხმები მაგაში აი ეს გონიერი ხალხი იმ დღეს სია რო ქონდა და გამოიძახეთ ძალიან მომეწონა ეგიდია და კიდევ გააკეთეთ ეს სია გამოიძახეთ ხალხი და მივიდეთ ილია მეორის წინ და მოვიკითხოთ იქ კაცო რა შვება ეს კაცი მკვდარია თუ ცოცხალი რა და ბანდედან დავიწყოთ ანუ აჯაყება კი არა მოკითხვა არის ეს მოკითხვა რომ ბიჭო ჩვენი თუ ხო ერის მამა თუ არის გვაინტერესებს ის ცოცხალია თუ მკვდარია ეხლა ნახე სანამ აქამდე მივდივართ ხო მე შეგრება საჭირო ჩამოუყალიბდებით და ყველა ვინც აიქ მიმავალია ყველა რომ ერთ გზაზე დავდგებით უკვე იქ სასულიერო პირების იქნება და ყველა ბატილახლებიანის და ყველა არმადახლებიანის იქა სოროსიდან ფინანსდება თუ რაღაცა ჩვენ ბიზაშვილია თუ რა მნიშვნელობა ვინ ნაციან ვინ არა აქვს მნიშვნელობა ყველა დაბნევდარეტიანებულია და ეხლა გამოკავშირების სიტუაცია ეს უნდა მოხდეს გამოხიზება მაგას ნიშნავს რომ შე რატომ ასე აი მოდი პირდაპირ რას ვიტყვი და ყველა მიხდება რა ღმერთის სიყვარულის დოზას ვიტყვი რა შენში რამხელა შენში რამხელა ღმერთია ამას ვიტყვი და ყველა შევხედოთ მაგალითისთვის რა ვისში რამხელა ღმერთია და რამხელა შეიძლება რომ გახდეს ჩვენში სრულყოფილი ნახე შენ გიყვარს მაგალითად შენი იგი ქმარშვილი და შენი უბანი და შენი საქართველო ასე ვთქვათ აი ამ ხელა ღმერთია რა მაგრამ იესოს თუ ახლა შევხედავთ ღმერთია იესო ზე იმან თელ კაცობრიობაზე ესე იგი კაცობრიობის გამო ესე იგი შენ უნდა გიყვარდეს თელი დედამიწა როგორც შენი შვილი წეიქცევა და გეტკინება იგი რომ იქა გერმანელის შვილი თუ ვიღაცა წეიქცევა შენი შვილის ტოლი ისე უნდა გეტკინო შენი ტოლი შენი და შენი ძმა ადამიანი თქვია მაგრამ ახლა აქა ჩვენ ჯერ ბუდეზე გვაქვს წმინდა ბუდეზე ამ საერთო ოჯახის დედამიწის წმინდა ბუდე აკვანზე რაც რომ ნახე გვეუბნება ჩვენი აგერ აწმობილი მაქვს მაგითა ბევრი ვერ ხდება ამას რა ხდება აგერ არის დედამიწა დედამიწის ფორმაც ამნარია ეს რომ ყველაფერი ზუსტად გიგოთ რა რაგაერია იმიტომ მინდა მე ამის ამხსნელის მათემატიკოსის ბიოლოგის ყველანაირი რომ ჩვენ ავტონოთ ყველა სიტყვა თამარი რო იტყვის რომ მაგალითად ბავშვებო ჩუმად იყავით ახლა გთხოვთ რა ხო კი ლაზარე მე მესმის ეს შენი რა თქმა უნდა ყველა ადამიანი უნდა შეიკრიბოს ყველა პროფესიის ყველა აზროვნების ყველა გიჟიც და ჭკვიანიც მაგრამ საქმე რაშია იცი ერთ რამეში ხო უნდა გავერთიანდე და მე მგონი ყველა პარტიის წევრი ყველა მოაზროვნე ყველა რა ვიცი სექტის წევრი თუ ვინც არის ვინცაც საქართველოზე გული შეტკივა გაიაზრებს იმას რომ ყველას ინტერესი არის ის რომ ილია მეორს მივაკითხოთ იქ და მოვიკითხოთ ილია მეორე არის თუ არა ცოტა ამაში ყველა გაერთიანდება მე ესე მგონია რა რომ პასუხი მოვთხოვოთ და აქედან რომ შევიკრიბებით და გავიცნობთ ჩვენ ერთმანეთს ხო მე გამოიყოფა ეს აზრები გეთანხმები იმაში რომ ყველა პროფესიის ადამიანი გვჭირდება ყველა რანგის ყველა აზროვნების ადამიანთან უნდა გავისაუბროთ ყველამ ერთად არავინ არ დგას ვინმეზე მაღლა თუ დაბლა და ბოდის მოგიხდით აქ მზეს უმზირას მივირთმევდით დღეს და გამოჩნდა კადრში ხო აბა ნახე რა წინასწარ ვიცი რას რა მოყვება დაიგო და რა წინასწარ გეტყვი მაგ გზას რა მოყვება მაგა მაგალითად ყველანაირი გაგების ხალხი ქუჩაში ვერ მიხდებიან თავი ბოლოს და სხვა სულ შავი რაღაცა მოხდება ცუდი და ერთად რო შევიკრიბებით ერთი წამით დაიგო ხედვას და დაფიქსდით აბა ყველა ერთად რო შევიკრიბებით და ჩვენ რომ იქ უკვე გონიერი ხალხი გამოვიღვიძებთ მუსლიმანიც ქრისტიანიც იაღვეველიც ყველა რომ უკვე ქრისტეთ ვიქცევით და არა ქრისტიანებად აი უკვე ჩვენ ყველგან მიგვესწრება მოდი კი ბატონო ლაზარე ნახე ეხლა მე გეტყვი ჩემი გამოცდილებიდან რა მე როდესაც 4 კაციანი 5 კაციანი საუბრები მაქვს ხოლმე აი უცხო ადამიანებს როცა ვიცნობთ და სანამ ერთმანეთს გავიცნობ და სანამ გამოიყოფა ეს აზრები რომ ვინ რა აზრზეა ამას სულ ცოტა ერთი დღე სჭირდება ხოლმე 4 კაცს 5 კაცს ეხლა მე გეკითხები შენ როდესაც იქ იდგება 150 კაცი ამას რამდენი კვირა დასჭირდება რომ ყველამ თავისი აზრის გამოხატვის
გამოსხატვის უფლება ჰქონდეს, დრო ჰქონდეს და კიდევ ჰქონდეს ის, რომ ერთხელ კი არ გამოხატოს იმ ყველა ადამიანის აზრზე თავისი აზრი დააფიქსიროს. აკეთ ამას მე რომ ახლა დავიწყებ საუბარს, შენ რომ რამე თქმა გინდა ჩემზე, ეს დისციპლინა ჩამოვაყალიბოთ. შენ მე ასე ამიცე, გინდაც ერთი თითი ამიციე და მე უნდა გავჩერდე. თუ რაღაცა ურნი ჩართული ვარ, ხო? შენ მეორე თითი გამიქანებ რომ დავანახო. ან გინდას ასე. კი ბატონო ლაზარე, ეგ გასაგებია, რომ რაღაცა მექანიზმები არსებობს, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ საუბარში, მაგრამ დროზე აქვს საუბარი. თუ 5 კაცის გამოხატულებას და ერთ კონსენსუსამდე ჩამოყალიბებას, ერთი აზრის კონსენსუსამდე ჩამოყალიბებას ერთი დღე სჭირდება, ანუ 24 საათი სჭირდება. მაშინ 150 კაცის ჩამოყალიბებას ერთ კონსენსუსამდე რომ მივიდეს, რამდენი დღე დასჭირდება? ეხლა ვეკითხი. ეს შესაძლებელი არის თუ სრულად ყველა შევიკრიბებით, რაც რომ შესაძლებელია. ემიგრაციაში ვინც რომა, იმაზე არაა საუბარი. ვინც აქ ვარ და საშუალება მაქსიმალურად ფეხით ასრულებთ. ვისკოთ ახლა რომ გევიგებთ რომ 3 დღეში უნდა ვიყოთ და მე რომ არ მაქვს საშუალება, დავდგები და 3 დღეში რომ ფეხით ჩამოვდა. შეიძლება ვიღაცამ გზაში მითხრას რომ გინდა წამოს აგიყვანა რაღაცა ხელფოუსებ. რა ვიცი, ცხენი შეხვდება, რაღაცა ჩამოვახცევ. ასეთ საქმეზე ერის გაფრთხილებაზეა და ერთმთლიანებაზეა და დედამიწაზე მშვიდობის დამყარებაზეა საუბარი, ხო? დიდი თემებია. ის მასა ხალხი რომ შევიკრიბებით და წავა საუბარი, იქ მე არ დავიწყებ საუბარს. მე უბრალოდ 15 წუთში პატარა დისციპლინის ამბავს ხო? ყველას და მაგით გავჩერდები, მოგისმენთ როგორც ოროსანა და მინდა 65-ოსანი გავხდე და ყველა პრიორიტეტს მოუთმენ. საწყისში იქნება მე ასე ვფიქრობ. იტყვის ვინც რომ ამბობს სრულად ვიცი გინდას ეს ოფცნების წარმომადგენელი იყოს, ახალი ვინმე ღვთისკაცი ვარ, ვინც რომ ამბობს რომ ეს გზა არის სწორი, გასაბჭდენი. всё, იმას მოусმენთ და რასაც რო დეიწყებს, თუ ვინმე ხელს არ აუწევთ, ამბობს, ესე იგი ყველა ვეთანხმებით და თუ ვიღაცამ ხელი აწია, всё, იგი ჩერდება, ის უსებ ამბობს, რომ რატომ რა დეიბრლობს ეს სამუდამოდ ეს თემა და იმანაც დარწმუნდეს, ვინც რო გვეუბნება რომ სწორი არის. გინდათ საერო სამზეო მაგალითად, თემა არის დიდი, ხო? თქვენ დაილაპარაკო. 5 წუთში მოგვარდება ეს საკითხი. კითხვა, პასუხი, რაც რომ უკვე არსებული არის და პასუხი გასაცემია. კაი, ლაზარე, მაშინ ახლა მე გეტყვი ერთ რამეს. კი ბატონო, მე გეთანხმები მაგაში, შევიკრიბოთ. მე ჩემი მხრიდან ესეთ რაღაცას გავაკეთებ რა. ამოვირჩევ 12 ადამიანს, რომელიც არის გონება მოაზროვნე და ჩხუბზე რო არ გადადის. ეხლა მე შეიძლება ლაივებში ვჩხუბობ, მაგრამ ისეთი საუბრებში შემიკავებია თავი და ისე კონკრეტულად არ ვჩხუბობ, როცა ადამიანს პირისპირ ხედავ, რომ დარწმუნებული იყოს ყველა, რომ არავის არ ვაგინებ იქ რა. 12 ადამიანს ამოვირჩევ და სხვადასხვა მხარეებიდან დავიბარებ, მე თვითონ დავიბარებ. აი, აქ არის ძალიან კარგი, ჩემს ეზოშიც არის ძალიან კარგი და აქ რომ მეზობლები არ შევაწუხოთ, არის შესაძლებლობა, სადაც ეკლესიას ვაშენებთ, იქ დავანთოთ კოცონი და კოცონის გარშემო დავსხდეთ. აგერ დავით აზნაურიშვილიც შემოგვიერთდა და ამოვირჩევ მეთქი ხალხს, დავიბარებ და მობრძანდით. ვისაუბრებ 12 კაცი რო ისაუბრებს, 12 სეტყვის და ის ისაუბრებს. ის 12 კიდე 12 სეტყვის და აი ესე გავგრძელდეთ. ესე 150 კაცი ერთად რო შევიკრიბოთ, მე პირადად, ხო? მაგის ნერვები არ მეყოფა, რომ ამ 150 ადამიანის კაცის ესეთი ყველა აზრი მოვისმინო ერთდროულად რა. არ შემიძლია ეგეთი რაღაცა, რომ არც არავის არ შეუძლია, მე თუ არ შემიძლია, მით უმეტეს სხვას არ შეუძლია. შეგაძლებიეთ და ყველა შეგაძლებიეთ. აბსოლუტურად ყველას პასუხისმგებელი ვარ. ჩემში აღნერთი. არა, ლაზარე, შენ ახლა იცი რა არის, მე გეტყვი რა. შენ გამოგცადე უკვე და ჩემ აზრის მოსმენას ვერ უძლებ და ახლა იქ რო 12 ადამიანი თავის ხუშტურებს გამოთქოს და სხვადასხვა ყველას ერთი აზრი ხო არ ექნება, კაცო, იქ უნდა კამათი და პაექრობა წავიდეს, განაჩხუბი, პაექრობა ის არის რომ იმას თავის აზრი აქვს, შენ კონტრაზრი გაქვს, უნდა დაუმტკიცო რატო გაკონტრაზრი, აქ ისეთი საუბრები მიდის რომ თუ გვინდა რომ კონკრეტულად რამეზე გადავუწყვიტოთ რაღაც, მაშინ ჩვენ უნდა გქონდეს დრო და სიმშვიდე და ნერვები არ ნერვები ყველაზე მნიშვნელოვანია. მე გეტყვით რა, ლაზარი. მომისმინე ერთი წუთი რა, 12 კაცს გამოვიძახებ. დავიწყოთ 12 კაციდან მაგალითად. შეიძლება 150 კაცი გამოვიძახო, არ ვიცი, როგორც გული მიკანახებს. მე კონკრეტულად არ მინდა თბილისში შეხვედრა რა. თბილისი არის ჯოჯოხეთი უკვე. მე მინდა სუფთა ჰაერზე შეხვედრა, სადაც ცეცხლი იქნება დანთებული, რატო გაანეიტრალებს იმ დაძაბულ ვითარებას, რაც შეიქმნება აი ეს მუხტში.
მუხტში ცეცხლი შენ იცი ამის შესახებ და აი ეს განეიტრალებს იმ მუხტებს ცეცხლი და იმ დღეს რო საუბარი მქონდა მე 5 კაცთან ცეცხლმა კინაღამ არ ვიცი რა ქნა აფეთქდა ფაიერვერკი გამოვიდა უცბად იმ ცეცხლიდან ისეთი ენერგიები ნეიტრალდებოდა ამიტომ გეუბნები ლაზარე რა მე არ ვარ შენი აზრის წინააღმდეგ მაგრამ კონკრეტულად მართლა ლოგიკურად და რეალურად უნდა მივყვეთ ამ ფაქტს ამ საკითხს აბა შემოგევლეთ ყველაფერში გეთანხმები და მე შენს ვიტყვი და მოდი ერთ თავწონოთ აგერ დათოთო მიყურებს კიდე არის ხო ჩვენი აქნის შვილები საქმე რაში რასაც ამბობ აუცილებელია სწორია რაც რომ აქამდე ვაკეთეთ ცეცხლთან თუ რანაირად და რანაირად ეხლა ამ გაგრძელებულებმა ნახევრად თუ სრულად ვისაც რომ სრული სიყვარული გვაქვს ო შენც გამოვიდე იმაში მე რაც შენ გითხარი იმის მერე მაგალითად თუ სიყვარული არ აქვს ადამიანი ის მე ბლოკს არ მომხსნიდა ეხლა მამისასაც გამოჩნდება ბლოკს თუ მომხსნის ესე იგი მე მისი ძმა ვარ მამისამ დაბლოკა რატო მეუბნები ნიკოლოზი ჩვენი დედამისი გადამჭრელი კათოლიკეების გადამჭრელი როგორ რომ თქვენ აკეთებთ მაგრამ მე მაგიდან არ გამიგონია და მისი სიცრუეს მკვლარე და პატივისცემა ხალხისადმი დამინახია მაგრამ რომ ხალხს გაკურნოს და იქა მათხოვრად არიყვენ აი ვერ დავინახე მეთქი და იქეთ შემიძლია ძალა მივცე და ენას ამოვაგები დავეხმარები ძმა ჩემი აგნიშვილია სულიერი ძმა თელიანა გადაეცი ხომ ხარ მის მეთქი და შენო мама ნიკოლოზ мама ჩემზეო თუ რა ვიცი რა თქვი რა თქვი და ვეუბნები რომ დახმარება უნდა აგერვარ მეთქი რა პირადად მე აგერვარ და ტელეფონით დამალაპარაკე და რაღაც ასეთები რომ ვერ გამოვდივარ გარეთ ანჩერენ ხარ რაღაცები და ასეო და ხოდა დამბლოკა შო გავანებოთ იგივე ყუყალეშვილი გიორგის მაგალითად 5 შვილის მამას ისეთები ვაკადრე მამისას გამო და აგერ დათუნას გამო და ასეთების რომ ქვეყანა გვენგრევა თავზე და რა გაცალკევება რომელი გაცალკევება მეთქი გამიგე და გავერთიანდე დათომას თქვა ქვეყნის გახარება გაერთიანება გაბსტინების გამო გაღმერთების გამო ყველას შევეხუტებიო გიორგიმაც მაგით თქვა და მამისა რა არ ამბობს მაგას რა იცი რა ლაზარე ეხლა მე დამამატებ დავით აზრაულიშვილს და ისიც შეგორთვება ლაპარაკში დამატება უნდა და ვერ ემატება აქ დავით პირად უგირეკავს თამარმა რატო შემირიგდა მე ქვეყნის გაერთმწლიანების გამო მამისამ რატომ და შემირიგდეს მე ამის გამო გიორგი ერთიმეორეს ქვეყნის გახარების გამარჯობა მეგობრებო გამარჯობა დავით აქისაკროთი გაგვახარებ შემოგევლე ისმე სან კარგი საუბრები გადა არის რაღაც ქართველი ხალხი ერთმანეთის ან მოხსოვს ან არ მოხსოვს ხო აზრები არის დრო უცხოა მე მაგალითად თამარის აზრების უმეტესობა დაახლოებით 80% ჩემთვის მოსანტონია და ხანდახან მისაღების არის კი და ბევრ ამასაც ვსაუბრობ მაგრამ არის 20% ნახატი არ მომწონს ხანდახან კივეუბნები მაგრამ ყოველთვის ვცდილობ ტონ გახუთხრა რაღაცნაირად მაგრამ ხო არის 80% რომ რაღაცა მომწონს და მოწონების ირგვლივ რომ დაუშვდეთ და დავიწყოთ გამთლიანება საერთოდ შენ ახსენე ლაზარე მერაბშონიას იქ საერო სამზეოს შაშიაშვილის გეგმები და იგი ხო თავარი აქ რა არის ისი რაღაცა ყველა ერთ გადაწყვეტილებაზე უნდა მივიდეთ შეიძლება ჩვენ პიროვნულებად არ მოგწონდეთ მაგრამ იქ ამოვიკითხოთ ის აზრები რომ შეიძლება ჩვენ ყველა იმაზე შევთანხმდეთ აი ეგ არის ახლა და რაც ეს არის და ამაზე პასუხები არა ფაქტიურად ხო ხალხს აი გვაფუძნებთ სურში რომ თქვენ რო ასე ლაპარაკობ თქვენი ლაპარაკის დაუბარი თორსა კიდია სოციალი არის თუ არ არის ეგ ჩვენ არ გვაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ თქვენ როგორც გვინდა ისე იქნება პასუხებს არ გცემენ ნორმალურად ადამიანებად არ გძლიან მივხვდი
აი ეგაა გასაკვირი. საერთოდ სისტემას ისეა აწობილი, რომ ქართველი ხალხის წინაშე საერთოდ არ თქვით ვალდებულებას, რომ ვინმეს რამე უპასუხოს და გვიპასუხოს. არ აინტერესებს. მე ახლა ორი დღეა, ახლა რეალურად ვფიქრობ. რატომ ავება ის ინტერნეტი წყდება და იქა. შეიძლება თითქოს დაგვასწინებელია ეს ადამიანი რამ ხელად სოდლის წინაშე დგება კიდე ქართველი ერი. ხარმოიდგინეთ. უბრალოდ აუფიქრეთ, რამ ხელად სულდაობას გვადელს ვიღაცა ეს სისტემა ქართველ ერს თუ გარდაცვლილი არის. თორე ვის მოწონს, ვის არ მოწონს, საუბარი ამაზე კი არა. გარდაცვლილი თვარისმა წესით და რიგით როგორც საჭიროა ისე უნდა გავიდეს და დაიმარხოს უნდა, ხო? პასუხები არ აქვს. ამისათვის საჭიროა ილანძღებიან, თქვენ ჩაგიყვეთ, თქვენ გარდაიცვალეთ, თქვენ მოგიდო. მან აი გალანთვა, რომ მივიდენ, რომ შეამოწმონ, ნახოთ რომ გარდაცვლილი არის. მე ხომ ის ეულა უკვე კლიანად რომ მათ უკან უბრუნდება, ამას ვერ ხდებიან. ვერ ხდებიან, იმიტომ რომ დაბინავებულები არიან. ამას ვერ ხდები. ვენო, იგი ვარ, ეკლესიურები ვარ. ხდები, ამაზე გული ხდება რომ ეკლესიური ვარო, მაინც ნუ ამბო. ქრისტეს ჯულის დამცველი ვარო, მაინც ნუ ამბო, თან ამბო და დაიწყეული. ხო. რატო? რო ბევრი რო არ დავხარჯოთ მისკულო, პირდაპირ გამოსავალზე. მაგალითად მე პირადად ჯერავს თამარი შევაგზავნოთ ერთი ადამიანი შევიდეს, არ უნდა 200 კაცმა, არა, ერთმა ადამიანმა შევიდეს საპატრიარქოში, პატრიარქი ნახოს, დალოცავს, დაინახავს სოცხალია გამოვიდეს. всё, მაგრამ აქამდე რომ მივიდეთ, ამას არ გააკეთებ, შანსი არა, ვერ გააკეთებ. პირდაპირ გამოსავალზე ვიფიქროთ, ჯერ პირველი საწყისი სადა დათო უნდა ჩამოსულიყო მე მგონი კაბოგაშვილი ჩამოვიდა ჩვენისმა სადა არ არის თბილისია გას მითხრა და ამის მერე გიორგობა იყო ყველაფერი მამისასთან ადგილიაო და არ მეხმიანებიან და რა ხდება გევიგოთ უნდა რომ ადგილი რეალურად კი რომელ დღეს არის რომ შევიკრიბოთ აი გავაკეთოთ თქვენ ერთი პატარა თვითი მოგეცით რომ ადგილი მანახიეთ მეთქი და თუ არ ამბობთ მაგას მაშინ თამარისთან შევიკრიბებით და სულ სხვა რაღაცას მე რაღაცა ხედავ და ნუ მათქმევიეთ ცუც და შემოგეთ ერთი ახლა ხო აგერ ამ კაც შევკრიბავ აგერ მხოლოდ ვინე მაჩუკა ასეთი რაღაცა დათო მომისმინე რამდენი იცავს ივანიშვილი აგერა პატრიარქი აგერ იგი აგი და ერთიანად არის აწყობილი საათი ოქროს ხო აი მთლიანი პატრიარქი ვარ და ან ივანიშვილი ვარ და ან ჯაბარაშვილი ვარ თუ ახლებიანი ვარ და მე ვარო არ გამოვა არანაირად ან თამარი ვარ დათო ვარ არა აი ერთი შენ ასე და ამ თლიანით აწვა აგი ახერ 33 აწვა სანსკრიტი თექსტი მუსლიმანური წრეზე დადიან ასეა კრიალოსანის 33 წრეზე დადიან ეს ლაზარე შევიკრიბოთ მეთქი გეუბნების რა ადგილს ეძებთ კაცო ადგილის მეტი რა არის ამ ხელა მინდორი არის თანაც ეკლესიაც არის იქ არაფერი არ მოხდება ცუდი კარგის მეტი იქ არაფერი არ მოხდება ლაზარე კითხვა აგერ 23 ნოემბერს ამოდით გიორგობაზე, მაგრამ მე ვერავედი ძმა, ვერ წავედი აქედან, ვერ ჩავედი. თორე ძალიან მინდოდა ჩავსულიყავი. აი შენ რატო არ ჩავდი? აი რომ თქვა შევიკრიბოთ. ეთქვი, შენს რაღაც გამოვრიცხოთ რომ მე რა დამაზიანეს და რანაირად ჩამაგდეს თუ რანაირად ვერ გავდივარ რა სახსრების გამო და ვინმეც არ მოდის რომ გამიყვანოს, გამომიყვანოს ან რაღაცა. ამიგე ამას შევეშვათ.
სია გაკეთდა რანაირი ერთ-ერთმა დამ გააკეთა აგერ შრომობენ დღესაც აკეთებენ სიებს და ყველას თხოვეთ სიები გააკეთეთ რატო შენ გააკეთე მაგალითად ჭაბუკაშვილის და ვისიც გჯერავს იმის სია 2-5 კაცის თამარ შენ რამდენი 30 კაცის შენ 30-ის გააკეთე ნუგეში შენ რამდენი 140 კაცის გააკეთე ეს სიები ხო გაკეთდა განსხვავებული აზროვნების მაგრამ ერთიაგნის შვილები ყველა ამბობს გაერთიანებულ გაბრწყინებულ საქართველოს გაუმარჯოსო და აკა ბიჭო ღმერთი ამოსაცობი აგერ ლია ჩვენი დაიდა იქ აკაკი ცხონებულიდან გამომდინარე ხო ამბობენ უფალმა შეგიბრა უფალმა დაგლოცოსო და ჯო უფალმა დამლოცე და შენ დამლოცე და მიგლოცვას მე თქვენ გლოცავ მე არ გეუბნებით რომ ვინც ხარ დაგლოცოს და რაც ხარ დაგლოცოს და მე თქვენ გლოცოს ხო და გლოცავ მოგეუბნეთ გლოცოთ ღმერთი გავაცოცხლოთ აუხსნიან ყველაფერს ახლოსო ვიქნები ახლა როგორ არის არ ვიცი ვინ საიდან რანაირად რა გაგების ამიყურებს თვალებში გადავხედო ყველას ასე და შემოგევლეთ მე დაგიმტკიცებთ იმას რომ მე ვარ თქვენი სახე სარკე სახელი ძალა ცუდი ვარ გიჟი ვარ თქვენი გიჟი ვარ კაი ვარ და კეთილი და მაგარი თქვენი ვარ და ასე შეგვიძლია ამ ერთ რადებს თული რაც ნიშნავს ყველა მეცნიერები და იქნიან ხო აი რთული ლაზი რთული ხასიათისა სვანი რთული ხასიათისა მეგრელი რთული და რომელი ერთი არა აი რთული ხასიათების ლაზარე იცი რა ყველა რთული ხასიათის არის დღეს ნერვები ისე აქვს დაწყვეტილი ხალხს რა და ისე დაუწყვეტეს ადამიანებს ნერვები და გეუბნებით ამიტომ რა დროს ისა სიის შეკრება რა თუნდა ამას სია რა თუნდა მე რო დავიძახე ესე იგი იცი რა გეტყვი ერთ რამეს რა ან ხელშეკრულები ფეხშეკრულები ვართ ყველა და არ გუშვებს ეშმაკი ერთმანეთთან ან კიდე ფიქრობენ რომ ჩემ დაძახეზე მოვლენ ეხლა ესენი ან კიდე ფიქრობენ რომ ამ გოგომ რა იცის და იცი რა სუმკიდია ყველასი ვინც ესე ფიქრობს რა თვითონ ხო იცის შეკრიბოს ხალხი მე ვამბობ კიდევ ერთხელ დაგიძახებთ ყველას ვინც ფიქრობთ რომ საქართველოსთვის კეთილი გინდათ აგერ წმინდა გიორგის ეკლესიაზე სანამ კარგი ამინდებია თუნდაც შემდეგ შაბათს შევიკრიბოთ შაბათს შევიკრიბოთ დილიდან საღამომდე ვისაუბროთ მამა რამდენი ხანი ხო დაბლოკილი ხავდი მე შენთან ვიყავი ფულიერა იცოდე და სადაც შეთქვი იქ ვარ მე დატო შენ სადაც იტყვი იქ ვარ მე ჭავგაშვილი სადაც იტყვის იქ ვარ მე გიორგელიძე სადაც იტყვის იქ ვარ მე იგი რა თქმა უნდა შემდეგ შაბათს ყველას უძახი შემდეგ შაბათს მარინოს აქ ხარ ქცალია შაბათს ამ ზამსთაგ შემდეგ შაბათს ვის ცალია ვის არ ცალია ეგ არ მაინტერესებს კიდევ ერთხელ დავიძახებ და ალბათ მესამეთაც დავიძახებ რა აი ეხლა დამდეგ შაბათს პირველი საათიდან, იმიტომ რომ ჩამოსვლას დრო უნდა. პირველი საათიდან თუ გინდა 2 დღით შევიკრიბოთ რა. იცი რა, მე გეტყვით, ქუთაისიდან მოდის ხალხი ლაზარე და გამოყევი, ლაშას დაუკავშირდი და გამოყევი, ის მოდის ხოლმე ყოველთვის, როცა დავიძახებ ხოლმე რა. ლაშა არის ერთადერთი ერთგული, რომელიც ყოველთვის ითვალისწინებს ჩემს დაძახილს და ამ ეკლესიაზეც მუშაობს. და შაბათს ყველას ვპატიჟებ. იქ დაეტევა 150 კაცი კი არა 1050 კაცი დაეტევა იქ. და საერთოდ არ არის საჭირო მუცელი ამოვიყოროთ. საერთოდ ნურაფერს რომ მოიტანთ, ვისაუბროთ განტვირთვის დღე გავაკეთოთ და შიმშილით გავაკეთოთ ეს დღე. კაცო რა ზოგს არ ვიცი ჯანმრთელობა არ უწყობს და ჯანმრთელობას ნუ მიაქცევთ ყურადღებას, გამოჯანმრთელდებით იქ. რა უნდა გააკეთო გეტყვი შეხედე ადვილი რო დარჩეს. ნახე და იკო და შენ გადაწყვიტე რა ჯობია თუ არა. მაგალითად მომივა მე მესენჯერზე დათოსაც მიუვა და ჭაბუკაშვილსაც და ნაცსაც ხოცსაც ვის ყველანაირი აზროვნების ხალხს მიუვა წერილი რომ კარგი მაშინ მე ყველას გაუგზავნი პირადში რომ დაპატიჟებული ხარ შაბათს აი აქ და ეხლა მე გეტყვი რა აი აქ ერთი კატო მე წერს რაღაცა დებილობებს მამა ნიკოლოზ დასცინი დედაკაცო ჩვენ სექსტანტებს გვეძახი და მამისთან გინდა უსინდისო ქალო და ბიჭო კატოს ვეუბნები ხარ მამა ნიკოლოზიც დაპატიჟებულია ნიკოლოზ ნარიმანიც დაპატიჟებულია ამ დღეს რა კი არ დავცინი მეკითხები აზრს მოვიდეს თუნდაც დუმილით იჯდეს იქ რა ვინმე უშლის გამოსვლას მოვიდეს ვპატიჟებ არ დავცინი აგე პირდაპირ გეუბნები კატო გადაეცი შენს ხალხს ნარიმანს გადაეცი მოვიდეს და დაჯდეს ჩვენთან ერთად არავინ არ დავცინით ნარიმანს პირიქით გვაინტერესებს მისი აზრი
და გვაინტერესებს რას ამბობს ის საქართველოს გადარჩენაზე, კაცო, ვინ დასცინის. შენ თუ არ გესმის ჩემი სალოსური გამოსვლები და ის გამოსვლები, რასაც მე ვაკეთებ, ნუ დამაბრალე და ციეს ნუ დამწამებ. არავინ არ დასცინის, კიდევ ერთხელ გეუბნები, დავპატიჟებ ნიკოლოზ ნარიმან მაქარაშვილსაც. გესმით? ყველას ნიკოლოზი ნარიმანის წერვებო. თუ ნიკოლოზი ვერ მოვა, ნიკოლოზის წარმომადგენელი მოვიდეს ვინმე. და მის აზრს გავითვალისწინებთ. შაბათს, რომელი რა დღე არის შაბათს, ხალხო გამაგებინეთ? რა რიცხვია? ის რო აწევს ესე იმახტრო ეგრევე დავატორმუზოთ. შემოგევლით. ისმენთ რატო გოთის. თამარ. ხო. ამ ხალხს გონია რომ ბლანს ხავთ, ან ვაგინებთ საერთოდ ხდებით და კრიტიკა და მხილება და აზრის გამოტანა ის რომ მე მაგალითად მეც მაინტერესებს ბევრი რაღაცა მამა ნიკოლოზთან და მე ყოველთვის კარგად მოვიხსენიებ მე არც ერთ კიდე საპატრიარქოს სახლს სულთან არ მოვიხსენიებ მაგრამ ყოველთვის მაგ შეკითხვა რომელზეც პასუხს არ იძლევია გეტი ადამიანს არაფრად არ გწვია უბრალოდ მრევლი და მე გეუბნებია რომ შენ რატო არ იქ ან რატო არ გახარ ილიასთან ან რატო არ გახარ პაულესთან იმიტომ რომ რამდენი შეკითხვა დავსვი სულ არ აინტერესებს პასუხი დასენის ინსპოდაც არ ვწვიან და რატო უნდა ვიქნებ ვისთან და შემთხვევით ღმერთს ჯერ არ მოუწია ის ცნობა რომელსაც მე აი დავით მიდი და ნიკოლოზის კართან დადექი მე ვერ დავხდები მე მაგ ჩემი გზა ჩემი საბრძოლველი ჩემი რომ აი ხალხს როგორმე რაღაცნაირად 1-2 კითხვა უთხრა ქუჩაში დავიარო და ძალიან კარგი იქნება და ჩემი სურვილი იქნება ნიკოლოზის თუ გამოვა ხო არ ვეუბნებით ხმა მოიგო მაგრამ რაღაც ანიშნოს ხალხს რომ მაგალითად აი მამისა რო ბრძოლობს უსახკაროების გვერდზე ხო ნიკოლოზის იგი არის რა ქვია გვერდში არის სულიერად ნიკოლოზის გვერდში ყველა ვართ დავით ყველა ვართ მე ყველა ქართველის გვერდში ვარ ვისაც საქართველოსთვის გული შესტკივა რა და სამართლიანობისთვის ხო და ანუ მარტო მამისა კი არ არის ნიკოლოზის გვერდში ჩვენც ყველანი ვართ ის გამოვიდეს და ამოიღოს ხმა დაიწყო უკვე საპატრიარქოს გაწმენდა აგერ გაიწმინდა ყველაზე დიდი საშიში ვინც იყო და ვინც საპატრიარქოს სიბინძურეს ინახავდა აგერ არ ვიცი რა მოუვიდა ან მკვდარია ან ცოცხალი ცოცხალი მკვდარია რა გამანაგზირე საკაროების გვერდში 3-4-5 ადამიანი როა მის გვერდში თორნიკე ეხლა სინა გამოსახლებაზე ჩემი მეგობრების იყვნენ მე ვერ ჩამოვდივარ სტაკვალებების გამო ჩემი მეგობრების იყვნენ ეხლა შეუძლია იმ სულიერ დას იმ რეუმა თბილისში ვის არის რომ გვერდში ამოუდგენ ან მამა ნიკოლოზ ხო შეუძლია მისწეს იმ ნიშანი რომ იმ ადამიანს გაუდგენ გვერდში ყველაზე მეტი მადლი საიდანოა თუ არა რომ უსახკაროების გვერდში დადგება ადამიანი იქ ღმერთის უკვე რამანელას დალახდა ენერგია ხოხტებს იტამა ზანდის ყველა აი უსახკაროების გვერდში რომ დადგებიან მისა რო იყიდება დღეს აი რო იყიდება ყოველებს აი ამაზე რომ ამოი ისი რა ხელა ენერგია სამოვა მისგან აი ლაზარი აბა რა იბანები უნდა დავდგეთ ერთ ამას ბევრი ნახავს იქა მის მრევლიც და ყველა და ჩვენ ერთი მეორეს უნდა დავეხმაროთ რა მე მაგალითად დავიხმარე ის ჩიჩიტი თუ რაც აი რობოტის და ყველაფერს ვეცდები რომ რაღაციდან დამეხმაროს რაცამ რა ჩვენ უნდა დამეხმაროთ მე უნდა დაგეხმაროთ რომ ჩვენ ერთიანად ესე იგი შევკრათ შესაკრავი ნიკოლოზ რაც შეეხება და მათ ბრევს რაც შეეხება შემოგეძლო ახლა მე გინდა და ამ თემაზე უნდა გადავიდე რომ 3 წუთი უბრალოდ მოისმინეთ ჩაშქარავით რას ნიშნავს ვინსად ვარ აი არის სარკეში ჩახედვა და შევეცადოთ აქ ევიდე
ეს რა არის? ესაა წმინდა. როგორ ხარო და მარჯვენა ხელი და სურათგან მარცხენა აგია. შეხედე დო რე მი ფა სო ლა და დავეთო გონების მიხედვით ეს არის უმნიშვნელოვანესი რამე. ში არის მაგმეტრო უწოდეთ ჩვენ. ვისი ნებითაც რომ არის მთელი ბუნება სკოლის პირველი ადამიანი სულ ამის შესაძლებლობა არის წმინდა იესოს რო ვამბო იქ მარტო იმაზე ხო არა ჩვენზე გაეკრა ჩამო იმ წმინდა სიყვარულზეა რომელიც თომ ხსნის ეს არის წმინდა მეცნიერება აქ მიგიყვანოს მზის მთვარის ნიშნულობის დეტალებს ყველაფერს რო ვაწვდის ადანჰემდე და საერთოდ აბსოლუტურად სრულყოფილობამდე ეს გონიერება ეს მარცხენა ხელისა ამტანისა აგის ხო მაგრამ მაგალითის ერთ კონკრეტის ერთ-ერთი ლიდერი შაშიაშვილი. აგის მეცნიერია, აგის, მაგრამ ეს სულის მეცნიერება წმინდა და აი ფულის, ბად ბორჯომში ინვესტორები შემოვიყვანოთ, უკეთესი რაგზით რა. შემოგევლეთ, ერთი აკნის, ერთი ტანის თითებია, ხომ? ლაზარე, ეხლა ერთი აზრი გააჟღერეს, როცა შეიკრიბებით პირველი მამა ნიკოლოსთან მიდით, დარწმუნებული ვარ, გამოვა თქვენთანო. არ ვიცი, რას ფიქრობთ ამაზე. ვეხმარებით, ჩვენ მისი ხმა არ გაგვიგონია და რაც რო წამიკითხია მამა ნიკოლოზმა ეს თქვა, ზუსტად ის თქვა, რაც რომ ჩემს სულს და გულს უხარია და ალბათ ყველა ჩვენთანაც, იმიტომ რომ სწორსამ, მაგრამ ქვეყანა დაიღუპა. ხო და რაღა всё, ყველა მე მოგდები ზეგე იგი აღარ ვარ, ძლევებით მოგდები თუ სული რაჩება ეს სხვა თემა, მაგრამ ჩვენ აღარ ვარ და სხვა რაღაცა ტალღაზე და დაჭიქვა, გამო აკა სხვა გენოციდი სამწი ახლა ნიკოლოზის და ჩემი შენი ყველა ისახე გამოჩნდეს ბოლოს და ბოლოს რომ ვითომ ასე ვარ თუ ვითომ მოხდება ზუსტ ყველანაირად უკვე დავით თორდიასაც ვეუბნები დაანებე ძმაო დაანებე აი მხილება იქნა რაღაც მინდა შვიდჩები მხილება ყოველთვის ახალ გეგეთ ხო შეეშვით ჯორჯანზის 30 წელი ასე შეეშვით საერო სამზეო რომ ასე იყო ისე იყო შეეშვით სალსალგე ასე შეგრებებს ცეცხლად იქა ერთიანად ანუ დავიზარდეთ ერთიანად всё დაეცხვა წერტილი ჩვენი ლაზარე არ უნდა ამდენი ნერვიულობა ვინც მოვა კაცო ჩვენ დავიძახოთ და ვინც მოვა თქვათ დავიძახოთ აი თქვათ რომ შევიკრიბოთ ნიკოლოზ ნარიმანის სეზონში შევიკრიბოთ მაგალითად ჩვენ ადგილზე ჩვენი აკვარია მთელი საქართველოს გინდა საცხა ბალოტებში თუ გინდა მინდორში ეკლესია ნებისმიერად გინდა ჩემთან ჩამოვი ამას ყვირი 9 წელია და გავა საკეში ჩავნა ხა ესე იგი აი წმინდა გონიერება აი მეცნიერი პოლიტიკური მეცნიერება გონიერება აგი რელიგია და პოლიტიკა ვინც რომ აგენვა ყველა შეადგინეს განათლებას პროგრამა მისცეს ციგნები ზე განზომილება ამ რელიგია პოლიტიკა ამის ისტორიითო ასწავლეთო აი ყველა ასწავლიან მეორე განზომილება ჩვენ ყველას ვინც თუ ისწავლა ხუთოსანი გახდა იმან ევიდა ზევით 10-20 წლის მერე მას თუ ინჟინერი თუ რაღაცა აუ ეხლა ლაზარე ერთი წუთი კი ბატონო აი კატო მეუბნება ქვეყანა თავზე დაგვენხო და შენ მამაოზე დაჭორაობ შეფსი ფარისეველო ნაგავო ქალო შენ სანდო არ ხარ ჭორიკანა მოშორდი აქედანო და კატო კიდე ერთხელ იტყვი მაგას და საერთოდ აღარ მივარ იმ ნარიმანთან და საერთოდ აღარ ვილაპარაკებ ეხლა რასაც ვაკეთებ მადლობელი იყავი იცოდე რა ხა ნუ გამაფსიხებთ მართლა რა ვინ ხართ ვინ ტლუები ხართ ბიჭო ვინ ახართ არ მივდივართ ნარიმანთან არ მივალ არ შევიკრიბებით ნარიმანთან შო ვიკრიბებით წმინდა გიორგის ეზოში აი შენ კატო შენ თავზე გადაწყდა ეგ მაგიტომ არ მივდივარ ნარიმანთან რომ შენაირი დებილები ყავს იქ რა ბოდიშით რა დისციპლინა დევიდაო თათო შემოგევლე თამარის მოусმინოთ მეც უსმენდა ყველა იმიტომ სწორს ამბობს და ახლა გაბრაზებით რო ამბობს და რაღაცა სიტყვებით მაგნაის მეც ხურევ და მაგაზე მეც ბოდიშობ და თამარის და ყველა მაგრამ სწორად შევხედოთ ყველაფერს ეხლა მოდის გაგვიძება ესე იგი ნიკოლოზმა თუ ვერ გიშველა ჯერ შეიძლება ნიკოლოზსაც ვკითხო შეიძლება მან ერთი ხმა გავაგონოს უნდა ვითხოვთ ჩვენ და რომელმა ღმერთმა უნდა მიცეს უკვე ნება მე აღარ მაინტერესებს ვინმეს აღარ გვაინტერესებს მაგი პატრიარქზე იმიტომ ვამბობ რომ კტარი რომ მაშინ გვაჩვენოს და ამოიღოს ხმა თუ არა და მაშინ გინდა შვარცნაგერის ძალით იყოს კტარია ქვეყანა გეიქნა აკა სასწორზეა
აი რატო გაგვენეთ მუსლიმანურ ქრისტიანული 33-33-ია ყველაფერი. ენა ჩვენი 40-დან ჩამოსული 37-36-ზე ჩამორღვენილი 33-ია. ხერხემალის მალებია 33 თუ იესოს გარდაცვალება თუ რა, სრული უფლება ესე იგი ყველა ვალდებული რომ ჩვენ ქართველს მოგვისმინო და უხდნი კიდე ესე იგი ამ რთული ხასიათის ხალხის შეკრებას და ერთგვარს ჩამოყალიბდა სახელმწიფოდან მთელი აბავი და ქართველი და ერთგვარ ისეც საქარული ადგილი საქართველო და ქართველი ახლა აბხაზია ოსია თუ რა ტერიტორიულად გეოგრაფიულად რანაირად მივიბრუნეთ თუ ამ დონემდე რომ მივიდეთ ჯერ ეს შეგრება უმთავრესია გეუბნებით და წინასწარ ვიცოდეთ რომ შპარგალები არ გვინდა რა მოდი ვისწავლოთ პირველი რაც რომა ეს დისციპლინა ესე იგი შევიკრიბებით გინდაც ასე ამიტომ ხელს დავატორმუზო და всё რა დამეთქვა ეს შემდეგია რა ან შევიწეროთ არ დაგვაუწყდეს ან ისე ერთი მეორე შევახსენეთ ერთი სიტყვით ყველას მინუსები გამოუპლიუსოთ და ეს პოლიტიკურად რაც რომ დადგმული სცენარები არის არა მე აწევა და აწევ გაჩერდი ესე იგი აწევ გავჩერდები ეგრევე გაჩერდი მეთქი კაცო განაგზე просто მერე მევიტყვი ხო შემოგევლეთ სადვიღავ მაშინ მომაგონეთ კაი თქვი დავის პოლიტიკურად დადგმული რაც რომ არის და რა უნდა ამოქმედდეს როდის რომელ წუთში როცა რომ ემზარაი გამოიღვიძეთ მაინდა-მაინცა დათო და თამარი მაშინ თუ როიბია აგერვა ძმაო და გეუბნები რომ თამარი რომ ამბობს რომ ჩემში თამარის სულია გაღვიძებულიო მე ხო კაცი ვარ ჩემშიც თამარია დათო ხო არ ვიცი დათო შენში რა არის გაღვიძებული მარტო დათოა ადამიანში მეორე ადამიანის დაბადება ეს რას ნიშნავს მე ახლა უფრო დიდ თემას გეტყვით გადმოვედი მაგრამ სალვადორ დალის რა ნაციონალურები დაგანახეთ მეცნიერებმა რომ ვერ ამოხსნენ და ამოსახსნელი აგერა და აი ხსნიდა მე აი ოროცანი მეცნიერი გამოვდივარ უკვე ამ ამბავში ნახეთ თითი ხომ მითითებულია საქართველოზე იმ თითს რომ გააყოლოთ ყველგზეა საუბარი ადამიანი რომ ახალად იბადება საერთოდ გონების იმაზეა გახსნაზეა უფლის მეორედ მოსვლას უკავშირდება მაის სურათიც გამიგე და თითი რომ მითითებულია იქ არის იმ კვერცხზე თეთრი კილოზე წვეთია სისხლის დაქცეული და მაგირო არ დაიქცეს აი პროცესია უნდა მივაგნოთ და იცით რომ ასე დალში უყურეთ დასავლეთში ზღვის პირზე ნაჩვენებია სურათზე მარჯვენა ფეხის დიდი კიტი გაწევლია თან იმ კვერცხიდან ოდნავ და ქალის ფორმა არის ასე დღას კვერცხისკენ ადამიანი რომ ამოდის იქეთკენ ასე ფატა იმასავე ბადესავეთ და ეკაჩება ახალად დასაბადებელს ეკაჩება რო ამოვიდეს ის დიდი მარჯვენა ფეხის თითი და ის თითი სადაც რომ უყურებს ის ადგილი ვინმე ვერ ამოხსნა იქ არის გვირაბი ნაჩვენები და წითელი სული დგას ვერ ამოხსნეს ეს რაო ეს ადვაროსა გეუბნებით აგერა ახალ გაზრდობის და ამაღლების 30 ნომრების შუა წერტილში ნომერ პირველი გვირაბი და აგი უკავშირდება იმას რომ ჩვენ რასაც რომ შევიკრიბებით და დავილაპარაკებთ აგინა ყველაფერი და ამ დეტალებს ლაზარე მანდაც ყველგან მივალთ კაცო თავარი რა არის ახლა ის ეს არის დაკავშირებული ისი საქართველოს ორი ჯოგერი ერთად აი ახლა მე გეკითხებით რა აი ნიკოლოზ ნარიმანის გაჟღერდა აქ ხო? რა გავაკეთოთ ნიკოლოზზე რა ვქნათ კაცო არ გველაპარაკება ეს კაცი არ გველაპარაკება იქ შევიკრიბოთ ხო და აგერ კატო ვიღაცა არის და მისნაირებმა ნერვები მომიშალეს რომ იქ არ შევიკრიბოთ აი კატომ მოინდომოს ისევ და კატომ შეგუკრიბოს იქ თუ უნდა რა მაგის თავზე გადატყდეს ყველა და აჰა დავით გისმენ თამა აი ახლა მაგ კატოს და გავზეკა აი რა ჩავერდეთ სად გაიგონა ჩვენს გამო ლანცვა ან შეურაცხყოფა კაის მეტი არ გვითქმია ეხლა ჩვენ არ ვიცი როგორ ვერ ხდება რომ ჩვენ რო კაიდვინდა რო ჩვენ ერთმანეთთან დაშტომა დალაპარაკება გამთლიანება გვინდა აი ამას ვერ ხდებიან და თვითონ გუდევნია უკან არ ვიცი ეს რა კატეგორიის ხალხი არის აი მაგალითად იმ კატოს გვერდით როგორ დაუდგენ რომელსაც
არ გააჩნია ანალიზის უნარი, რომ ჩვენ ეხლა ცუდი რომ არაფერი არ გვიჭირია. პირიქით რომ კაი ვთქვით, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარზე რომ შევიკრიბოთო, პატიჟებთ, ნათქვამი არის მობრძანდი, კაი იქნება რომ რაღაცას მიგვანიშნებს, რომ ჩვენ რაღაცა გევიგოთ, მარტო ხდებიან, ჩვენც ხო გვინდა რაღაცის გაგება, აღქმა. შეიძლება მე დღეს ვერ ხდები გუში ვერ რაღაცის მე მიხვედრა სულს და დღეს მე რამეს ვერ ხდები მაგდედა ვერაფერს ვერ ვცნობ იმას მარტო გვიწევს იქ სირბილი აქ სირბილი იქ ლაპარაკი იქ ჩხუბი იქ დავიდარება ის არაფერს არ აკეთებს ჩვენს ლოცულობს ჩვენს ლოცულობს არ ლოცულობთ რომ ღმერთო დაგვიმტრიანე ქართველი ერი და მისი ლოცვა მიდის ჩემი ლოცვა პირდაპირ უკალთან არ მიდის ჩემი ლოცვა მიდის ყველა ქართველმა რომ დაუშვეთ და ვილოცოთ ერთდროულად ნეტო გაგვამთლიანე ქართველი ერის ლოცვა არ მივა თუ აი მოდი შენ უთხარი უთავს რო შენ ხდები ყველა უნდა ვიცნო კავი და მე მართლა მინდა რომ ვიცნო რაღაცა მაგრამ ვერაფერს ვერ ვცნობ ეკვი მოთმინება ძალიან დიდი რამეა და თუ ამას ბოლომდე ნათქმევი აქვს სანკე მეთქი ბოლომდე ნათქმევი ამას შენაც მოთმინი 3 წუთი ან 5 წუთი რამდენს ვაზნებო თქვი ნარიმანის მრევლმა პატრიარქის მრევლმა მუსლიმანმა იაღვეველმა ყველამ აბსოლუტურად თელმა ადამიანმა გეიგოს რომ ვინაა მან აგიხართ აი წმინდა აი მამაღმერთი ვინმე ვერ გახდება ამას შეიგზნოთ უბრალოდ რა რომ შენში აღმოიჩინო აი რომელიმე ხარ რომელიღაცა უნდა იყოთ კი მაგრამ უნდა ვივიდეთ თქვა ყველა თან გონივრულად რასაც ვამბობ გეითვალისწინეთ წინასწარ სანამ აგეს კეთვით ახლა პირამიდასაც ასე ქვევიდან ზევით პლუს მინუსები აქვს მისი რა როგორც აქა მე მაქვს აქედან რომ ლაპარაკობ ესე იგი აქ ვარ და აქედან მე მაქვს თავს ვუწოდებ აი 2-3 პლუსით რა ეთიკენ და მოწანით ვარ ამიგე დასწორზე იმ წინდაზე მაშინ 5-ოსანი ვარ რა თუ 10-ოსანი უმაღლესი რაც რო იქნება მოკლედ წინდა აგი უნდა ვიყოთ ყველა ჩვენ ამისნებით ვართ ყველა ამ მამაღლეთისნებით აგელი ესე იგი აი ვინა მეცნიერები პოლიტიკური ფულის მეცნიერები აი სულის ეს რელიგია პოლიტიკა ამის სახელს ყველა სარგებლობს ამისნებითა ყველა ამის სახელს სარგებლობს აი ოქროს გვირგვინოსნები ყველა ხოდა მასალებლებით უკვე პროგრამებით თურქეთში ასწავლია რომ საქართველოს თქვენია და მთელი ამბავი თურქელ ბაღებს ასწავლია რომ პატრიოტება თავისებურად ზდია როგორც თავობა გვიგზავნის ისეთი პატრიოტები ამ მასალებლებიდან და ამ რელიგია პოლიტიკა მეცნიერებით ამის სახელით რომ აქედან ერთმა გაიქცა უკრაინაში მეორე რუსეთში და ორივე ქართველი ერთმანეთს კლავენ და ამბობენ რომ მართლმადიდებელი ვარ მართლმადიდი პატრიოტი სრულყოფილი და რაღაცას ერთნაირად ამბობენ ყველა და სინამდვილეში ფუშტი არიან და ახლა ვნახოთ რომელ ფუშტი არიან ესე იგი ამ პატრიარქებს ყველას ამის ადიდებებს ამაზე მისაბას და ამაზე კოცნით ხელფეხებს ოქროს გვირგვინებით ღიპებით ჯიპებით რომ იგინი გვასწავლიან ჩვილო ჩემო არ განიკითხო იგი აგიოდა მთელი ამბავი ამ მეორე განზომილებაზე მაგალითად ვინც 5-ოსანი გახდა ხო თქვი ასე ეინათლას ზევით და შეიძლება სიბერისკენ აი რელიგია პოლიტიკაც ყველაფერი ატონა მეცნიერებაც რამე უნდა წმინდა შეიგზნო სიკვდილისინ ან ისე წევიდა რომ ელოდებოდა ან ღმერთი ჩამოა იესო ან მუხამედი ან ფანჯრიდან ან კარებიდან შეხედე აქა მაგალითად ვერ გახდა 5-ოსანი მაგრამ გამოვიდა ქურდი და სიმალემა მე ვარ რაც ვარ როდნეშ პროტო მაგრამ იმას მისი სიწმინდე აქვს მის რამკებში ქურდის სხვა და ქურდული სხვა ახლა შეხედე აი სხვა დიდი თემებია მოკლედ ვამბობ რას ქურს მე ჭვას ეკითხებიან ვიდრე აქა 5-ოსანი ვინმე არ გახდა მაგრამ გამოვიდა პამიდორი მოყავს ჯამთელი რაღაცა და ამბობს რომ ქურდი რაითა ჩემზე მეტი მე თო შემოვამბობს იქ გლეხის ჯო მე ბედაშინებელი არ მყავს
არ ვიპარავ არაფერს. ხუთს აპრავდანი აქვს, მაგალითად თუ ვიპარავ ღარიბებს ვაძლევ და რაღაცა. იხდი, მაგრამ იქ რაღაცას ცოტა ვქონდა, მაგრამ აი ხუთი გააჩნია, ვიპარავ თუ აგეს აგენ ამ დონის ხუთი აი ღმერთულია უკვე. თუნდული კი არა. მაგრამ დაბნეულობა ყველა ღმერთს ელაპარაკობს, ამის სახელს ყველა ელაპარაკობს. იხდი და ამ გლეხს უკვირს ამ განზომილებაზე, რომ ფულს მეტად აფასებენ, დაჟე აი ზე განზომილება მასწავლებელი თუ დირექტორი ვიღაცებიც ყვატეკითხებიანო და რაითო ვერ მივხვდიო იპარავს ზედაშემგინებელი ყავს, მე არ მყავს ზედაშემგინებელი, მარტო ლოცულობ, რაზე ლოცულობს, რაც ასწავლენ აგენმა, იმაზე ალოციებენ და შვილო ჩემო არ განიკითხო არაფერი, შეერიგდეთ ხალხი მივლია ღმერთო მიშველეო. მაგალითს გეტყვით ახლა და მიხდენ იქ იმის რა თქვია ნიკოლოზის მრევლად და ყველა. შემდივარ აგერ ბათუმის ეკლესიაში, რაც ხა თული მქონდა რომ ის რაცა კომუნიკის ეკლესიაში ედის ვის რომ შველა უნდა. და შევდივარ რომ თული დავდვა, ჩავდვა ვიღაცას მივწდე და ვუყურებ აღანა ერთი ის ბიჭი იყო, აღანავებული ზაგარიდან და დამყალი ქონდა უკვე. სასრაბო პერეკისი მობანები და მთელი ამბავი უნდა სისუფთავი, მიხდი ისეთი რაღაცა. და აი დედამისი დამდგარი იქა თუ ბებია იყო კედელთან ხატების წინაშე და წმინდა სურათებს ეუბნება რომ ღმერთო მიშველე და ვეუბნები დედა დაიგო ღმერთმა ისმინა შენი ლოცვა. და ახლა ამ მომენტში მე გამომაგზავნა მეთქი და მიიღე ასე მეთქი და ვაძლევ რაღაცა ამას პეკისტა ունի აგენი ჭირდება რაღაცა და დედა ლოცვაში გამავიდი და იმად ეგრევე დეიტავ. Kenno ხელს ნუ ლოცვაშიო. ვარი. ამარჯობანი და მეთქვა გაგიკაჯოს მე ორი თვითიკა ნახევარ გაქრა იმ მამაო. შევარდა იქეთ. და ამ ქალმა აზრზე მოვიდა იქ მე რაც იქა გუმბერაზი ხალხი ვინც რომა იქა ბიძაჩემის არის აზიზე ახლოდიანის დასაფლავებული იქ ეზოგარში და ოხსენი ამას ყველაფერს და რა მითხრა იცი იმ რეულმა ამდენი წლებიაო სულით გულით მუხლებზე დაჩოქილიო ღმერთო და ახლა უცებ მივხვდიო და დაიწყო იგი რა რაღაცა დაჩოქებები მოუნდა და ხელზე კოცნებები მეთქი მაე არქნა შემოგევლე ჩევიკარი გულში და ამ შვილს იგი ჩამოვდე რაც რომ იყო და დავაკვალეანე რა გააკეთო რანაირად რა ნომერიც მომცა ყველაფერი რომ ასე შეგეხმიალები თუ შეიძლება როგორაც მაივარ კენი ვიხდი რა ხდება ეკლესია უნდა გაიწმინდოს ეგ რა გდელს შეშურდა ფულს ვაძლებდი თუ რატო ჩაერია მე ვერ მივხვდი ანუ შეშურდა თუ არ უნდა დასიკეთე აკარო ვიყავით საპატრიარქოში მაქა ვიწრეს რომ ბათუმის ეპარქიიდან თუ რაღაციდან დაიწყო და რა დავიწყო მეთქი ჩამოვედით აგერ მეთქი რომ ბათუმა მითქვა რომ მე რასაც ვეუბნები რომ რანაირად ქართული საქართველოსკენ შემოვაბრუნოთ ეგეთმარებით მეთქი ჩვენ არავ თბილისში გამომიშვა და ახლა თბილისში მეუბნება ბათუმში და რა წრეზე მარბენი გავხსენი აი წრე მეთქი გავხსენი წრეზე აღარ ვიყო всё წრეზე აღარ ვიყო და აგერ აი 33 ქრისტეთი გავხსენი და აი შავი თავი რომ განათდეს თუ არის მზის ყველაფრის გული და ყველაფერი ამ თავზე აქიდან თუ არ ჩანს ახლოს შევხვდებით დაგანა ლაზარე ეხლა მომივიდა ესეთი აზრი ნახე მე ჩამოვთვლი აი ამ ლაივში ჩამოვთვლი რამდენიმე ადამიანი რომელიც ღმერთმა თავში მომიყვანა რა ესენი არიან 20 ან ეხლა დღეს რა 23-ში რა რიცხვია მითხარით დღეს რა რიცხვია 25 და შაბათს რა რიცხვია თუ იცით გადაითვალეთ რა 30 29 ნოემბერს აი ეხლა ამ წლის 2025 წლის 29 ნოემბერს ვპატიჟებ ადამიანებს. ეხლა დავიწყებ ჩამოთვლას. თქვენ ეს ორი ვისაც გიყურებთ, დავით, შენ და ლაზარე, ნაპერწკალი, ესე იგი, ვპატიჟებ ნიკოლოზ მაქარაშვილსაც, ანუ იგივე ნარიმანსაც და ბერ ნიკოლოზ თუ მამა ნიკოლოზ, როგორც უწოდებენ, ვპატიჟებ
მამისა ჯაფარიშვილსაც, უпростоრედ მამისა ჯაფარიშვილის ახლობელ ქალბატონ ნანას, გვარი აღარ მახსოვს, მიცნობს ნანა და მამისასთან ერთად გავიცანი. მამისა ჯაფარიშვილი თუ ვერ მოვა, ველოდები ნანას. კარგი, კიდე თიას, რა თქმა უნდა, არიანა რეზესიძეს. მერაბ ონიანი საპატრიარქოს ფსიქოლოგი რომ არის ვპატიჟებ. გადავუგზავნი ამ ვიდეოს პირადად და დავპატიჟებ კიდევაც პირადში. მოვა, არ მოვა, თავის თავს დააბრალოს. ვპატიჟებ კიდე ნუგეშის. ვპატიჟებ ნუგეშისაც და ვპატიჟებ მეუფე მელქისედეკს ზედმეტსახელად გორა. ზედმეტსახელი არის თუ არა Facebook-ზე გორა არის. მეუფე მელქისედეკს. ელიზბარი? ესე ქვია? მელქისედეკ ელიზბარი? კარგი, ვპატიჟებ. აი ესენი გამახსენდა? ბატონო? მიქელაძე, ელიზბარი ბაბუა, სწორად იყურება ყველაფერი. კი ბატონო. ეხლა ვპატიჟებ კიდე ლევან პეტრიაშვილსაც ვპატიჟებ. ლევან პეტრიაშვილი, რომელმაც გამოსცა ენოქის წიგნი. ვპატიჟებ. ნინო, არტ ჩიხლაძე ნინოს ვპატიჟებ. და გამახსენდება თან. არიყო. ნინო არიყო შაბათ. არ ვიცი იყო თუ არ იყო, მე ავედი ცოტა მოგვიანებით აქ გავაბით საუბარი და 3 საათზე ავედი, შეიძლება იყო. არ მიკითხავს, მაგრამ ეხლა ვპატიჟებ. ასე რომ ესენი გამახსენდნენ ეხლა და კიდე გამახსენდებიან. და რა არის? თუ მოინდა მე ვპატიჟებ ასევე გერასიმეს ვპატიჟებ. გერასიმე იცის, გვარს არ დავასახელებ, მაგრამ მივწევ პირადში. ხო. გვილაო, მივხვდი. ხო. და კიდე თუ გამახსენდა ეხლა საუბარში, იმათაც დავპატიჟებ. კი ბატონო, გისმენ ლაზარი. კარგი. სანამ გაახსენდა ნახე, იმიტომ გთხოვეთ რომ გავაკეთოთ ციები. ყველამ გააკეთეთ ციები მეთქი და ნუგეში მიგერ გააკეთა, აგერ შენ გააკეთე. ყველამ გააკეთეთ რომ იქა ვინ ლაზარე, მომისმინე, მე ამას წინათაც გიხარი. შენ რო ციები გააკეთე, იქ 1-2 ადამიანი ისეთი არის. მე რო იქ მოვიდე, იმ 2 ადამიანს არ შენი ხათრი მაქვს, არც თამარის ხათრი მაქვს, არავის ხათრი არ მაქვს. რომ პირადად ვიცი რომ ასე პირდაპირ ან მოვაჭრა უნდა თავი, ან მომაჭრას უნდა თავი. ვერ მოხდება მაგ, იმიტომ რომ შენ თუ ჩემი ხათრი არ გაქვს. მომისმინე ძმაო, მე ერთი აგურის შვილებია საუბარი. ერთი აგურის შვილებმა მუცელშიც ვერ მოთავსენ იგე და საერთოდ ქვეყნის გაერთიანებისთვის და გაწყინების გამო ყველა უნდა შევრიგდეთ. ხო და მაშინ არ მოხვიდე და არ შემოხვალ და ვინც არ მოვა, ნუ მოვა ძმაო. მე ყველას პატიობ, ყველაფერს. მოკლედ ვის ისურვებდით კიდე რომ მოვიდეს? თქვენი მხრიდან ვის ისურვებდით რომ მოვიდეს? ლაზარე, ვის ისურვებ რომ მოვიდეს? შენი მხრიდან ვის ისურვებ რომ მოვიდეს? შენც კითხავ და მოუწოდებს რომ მე ვარ ხსნადაშველა, ეს ხსნადაშველა აბსოლუტურად ყველას. არა, ყველას არა, შენ პირადად დაასახელა, ეხლა ვინც გაგახსენდება უცხოდ. დავით გისმენ. შეხედე, აუცილებელი გასწროა. დამავიწყდა ლაშა არქანიასაც პატიჟებ. ბოდიში ლაზარე შეგაწყვეტინე. უცბად გამახსენდა და რო არ დამავიწყდეს. ლაშა არქანიასაც პატიჟებ და დაპატიჟე თორდიაო და პატიჟე დავით თორდიას. კაი. გისმენ ლაზარე. დავითი თორდია როგორ არის დორემი პასოლასის საკუთრ რომ უნდა დავეწყოთ და იქ ხედავთ ყველა აქ მეორე განზომილებაზე არ დაგავშერდეთ. მასწავლებელი ვარ, ფსიქოლოგი ვარ, თუ ვინ ვარ, პოლიტიკური, რელიგიური ვარ, თუ მეცნიერი ვარ.
იმით ვიდებით დავდგებით გონიურულად მეთქი ამას ნიშნავს ეს ამიტომ შეკრება და ჩაბუკაშვილი რომ ამბობს რომ საქართველოს ძალიან დიდი გაერთიანებაო იქავალდებული ამნაირ სახელზე მივიდეს რაც უნდა იგი გახსოვ გზაზე მიდიოდა სახელი სწორი და ამ სახელს სწორთან იმ კონსერვებულებს ნუიხებიან დასაკონსერვებული მაგემაც მოვიდნენ და იმიტომ დავასახელე ბასილ ახვლედიანი რომ მამაოა იმ ხელა ადამიანი იგი აფასებენ და კონსერვატორი არისო იმიტომ რომ მეში ვიდავი რაღაც გვარი შეკრებები და იქ რომ თქვი შეკრებები და მოგრებები მთელი ამბავი იქა დაიწყეს რომ მე ხაზარადისკენ ვარო მე იმისკენ ვარო რა თქვი კონსერვატორებისკენო და ხალხი ყველა მოდი ასე ერთად რომ დახსებებიმა მიხდი ლაზარე მოდი გეტყვი რა აი ამასაც ვიტყვი ხა რახან ახსენეთ რა მე პირადად საერთოდ არ ვეკითხები არავის ვის პარტიაშია და ვისკენ არის ეგ თემა მაგი თემის გარშემო არ ვიკრიბებით ჩვენ რა ჩვენ ვიკრიბებით იქ იმისათვის რომ რა ხდება საქართველოში ის გავარკვიოთ რა აი ამაზე ვისაუბრებთ რა ხდება ჩვენ ვისი პარტიის წევრები ვარ და ვისკენ მივდივარ და პარტიის გარე პოლიტიკური, აპოლიტიკური შეხვედრაა ეს. არანაირი პოლიტიკა იქ არ შემოვა რა. იქ შემოვა საქართველოს სიყვარულით შეხვედრა. ვის რა გული შესტკივა ის ამოთქვას. ხედავს უსამართლობას ის ამოთქვას. და როგორ შეიძლება მოვაგვაროთ ეს უსამართლობები ის ამოვთქვათ და არანაირი პოლიტიკოსები და ის გვიშველის და ეს გვიშველის. არავინ არ გვიშველის, ჩვენ სიტყვა გვიშველის, ვიტყვით სიტყვას, რას ვფიქრობთ რა არის საქართველოს გავაერთიანოთ და როგორ გავაერთიანოთ ჩვენ რა გვჭირს იმაზე ვისაუბროთ რა ჩვენ რატო ვართ ესე უნაროები იმაზე ვისაუბროთ მარტო რა და მე პირდაპირ გეუბნებით რა საერთოდ იქ არ იქნება არაფერზე საუბარი გარდა ქრისტეს სიტყვისა ქრისტეს სიტყვით ვისაუბრებთ ყველა და ქრისტეს სიტყვის სამებრ ვისაუბრებთ ყველა რა საერთოდ პოლიტიკოსები არ ახსენოთ არც ქოცები არც ნაცები არ მაინტერესებს სულ ყველა იყოს ყველა ჩემი ძმაა და და არის ქოციც და ნაციც თუ ქრისტეში ერთიანდება თუ ქრისტეში ვერ ერთიანდება მაშინ იქ ვერ მოვა ამიტომ მე ვამბობ დაპატიჟებულია ეს ხალხი ვინც მახსენდება თანდათან ლალები დაპატიჟებული არის მე პატიჟებ ასევე ნიჟარაძეებიდან რომელიც თამარმე გმირულად დღემდე მათგან ერთ წევს პატიჟებ რა ვქნა აი ვინც მოახერხებს ის მოვიდეს კარგი, კიდევ ახლა დავით, შენ ვის დაპატიჟებ? რა მოხდება? აკო ისმის შენი ხმა? ისმის კი. სამარისთან მოგასავე, თამარ. გისმენ ლაზი. კი, ახლა ისმის. არის ჩემს მანაც რა. ამოხდება მაგრამ ბილმოის რამე კითხვა ექნება იტყვის და პასუხი გაეცემა და თუ პასუხი ვერ გაეცარა რომელიმე მეგმახედვას აღარ გვინდა მაგაზე დროის ხარჯვა всё გავჩერდეთ ახლა და რა მოხდება ისი ჩემი 100 სიტყვიდან თუ 10 სიტყვიდან ანუ ჩემი ხედვიდან თუ 10-ვე არა ერთი შეიძლება გამოდგეს რომ ან ორი გამჩიტუს ვისი რამდენი არ მოყურებ რომ რატომ იმის მეტი ძალიანად ერთიანად ერთი ფაქტი რომ ავაწყოთ ესე იგი ახალი ფაქტი უნდა ავაწყოთ ქართული ოქროის ფუტლიარი აი ფუტლიარი ოქროის რომ აი ფუტლიარი არის სიყვარული ამ სიყვარულზე არის გულწრფელობა ანახე მაგარი შაშიაშვილში თუ გამოგნერთება მოხდა, მოვა და იტყვის, ნახევარი ქუთაისი თუ რაღაცამდენი პროფესორი ამბობს, რომ სპილენძის გინის შევტამე ტროლეიბუსის ხაზები თუ რაღაცა, უმრობით იტყვის, შეიძლება რომ სადმაკ მათ ხელა ძლიერი კბილები, მაგრამ რომ შემეჭდამოს. ან იტყვის, რანაირად შევტამე, რა დრო იყო, მუხტი ჩემში რა მოხდა, არ მოხდა, ან ვაფშე არ მოვა, ვინც არ მოვა, მიხვდებით, რომ ყველა მიხდება უკვე всё. დიანებია ყველა და ვინც მოვა და აღიარებს გინდა ნაციდან ხოციდან ივანისმაც და ნებისმიერ საპატრიარქო ვინც სიტყვიან გევიგეთავს всё როგორც ერთ-ერთმა პედაგოგმა ვირფათმა ველიას ემზარიღო თბილისის უფროსი აგერ გეუბნებით სახალხო პოლიციის უფროსი იყო აკა კიდე დამიჭირა კანონებია ასეა ისეა არ ემოქილები რაღაცებიო და ერთი დღე ამბობ შვილების წინ
ადამიანმა მეთქი რას მიხალიშვილი ახლა რა ხდება და მეუბნება რომ დედამისი პედაგოგი თალი იყო ესე იგი ყველა რომ ის და კი იყო ამ განზომილებაზე რაც გნები მიცეს პროგრამა მით ასწავლიდა მის შვილებს და რა მითხრა იცი ბოდიში შემოგითვალა დედაჩემო და ეგ ეხლა მივხვდითო მისახვედრიო რაც რომ სკოლებიდან ვისწავლეთ რელიგია ეს გვეგონა მაღალი და უსიო იმიტომ მე აუხსენი რომ ქრისტიანულად ჟურნალს და მუსლიმანულს მისებურად კი ბატონო ლაზარე ეგენი უნდა აუხსნათ ჩვენ ხალხს უნდა ვუხსნათ ჩვენ და გამოვიყვანოთ იმ ბურუსიდან დავით ვის პატიჟებ ეხლა შენს ჩამოთვალე და მე უნდა გავიდე იმიტომ რომ ძალიან გაგვიგრძელდა კაი აბა მეც გასასვლელი ვარ ორი სიტყვით ვიტყვი მე ვის არ დავასახელებ მე ვიყვან დასახელებუთა ვინც შეიძლება დაასახელე ეს ადამიანი იმათთან ახლოს რო იყოს და რაღაცნაირი ისეთი ურთიერთობებში რო არ იყოს. კარგი. აი, კი, არ არის აუცილებელი დასახელება, თუ მოიყვანთ იმ ხალხს იქ ჩვენ ეხლა ვიკრიბებით საათ, ადვილი მოსაგნებია და ნებისმიერ ნავიგაცია მოგიყვანთ. შვაბების ქუჩა 72-ში შევიკრიბოთ და მერი ავიდეთ ეკლესიაზე ერთად. ეხლა ვეგეთყვით საათს, პირველი საათისთვის. კაი. გისმენ. ვიტრო დასახელება აქტიურად მისაღებია ყველა ნორმალური წესიერი და პატივსაცემი ადამიანი გზანდება ყველას აბსოლუტურად დიდ პატივს სცემ ძალიან კაი ხალხი არის და ძალიან გამიხარდება თუ ნიკოლოზი იქნება ძალიან გამიხარდება უბრალოდ იქნება როცა რომ იქ დიდ სიტყვას დავამატებ სიას და მთელი ერი რომ შევიკრიბები მაგ დროს ვინ უნდა გამოვა მანამდე ესე იგი არ გვეხმარება? მოდი, ემზა, არ გამოვა XG მარშელობა სულ საქმე არის. ძაღლიყებს არავანი მიდიზის პრინციპზე ვიაროთ ასე? მოდი, რო გასასწრელი ვარ. და დაგტოვე. ჩვენ პატიჟობთ და მოვა არ მოვა მისი საქმეა, ხო? კაი, დავით, ბოდიში ლაზარე დავემშვიდობები დავით, იქნებ გას, ხო? ჩვენ მამისა და დათო ჭაბუკიანი ერთად რომ იყო ჩამთეს თქვენთან საქმე მაქვს. მე სადაც აქ მე საერთოდ მე ვარ ერთი რიგითი ჩახე. ერთი სამით. მე იგი კი არა ვარ იქ რაღაცას პროცვიდა. იქ არიან მეწაურები ისე წვითავენ და მე ვარ რიგითი ჯარისკაცი. ერთი თუთი დამასხლებით. მე ვარ იქა რომ არტველების შედგეს აი ამიტომ. ამიტომ აგე სიყვარული პროფას მოკლედ მე ახლა მიაწერე ბოლოში მე ახლა დავბლოკე კატო იმიტომ რომ ისევ თავისას უბერავდა და როგორც ჩანს გონება შეზღუდული ადამიანია და ახლა გვიშლის ხელს რა გონება შეზღუდულობა იმიტომ რომ მაინც ხო ერთვება ეს კატო და ნერვებს გვიშლის დაბალ სიხშირეზე ჩავყავართ იმიტომ რომ ვერ იაზრებს რას ვაპარაკობთ არა ეხლა ვეგეთქვი რა მაგან ვერ გაიგო ჩემი ნარიმანის საკითხები ვერ გაიგო ამიტომ მე ეხლა ხსნა რო არ დავიწყო ესეთი ხალხისთვის გაიგებს ოდესღაც ეგ განიბლოკება მაგრამ ოდესღაც როცა მზად იქნება ეხლა არ არის ჯერ მზად მაგისთვის ჯერ ვერ არის მზად და მე უკვე ნერვებზე მშლის ეგეთი რაღაცეები რა ვეღარ ვუდებ გულს ეგეთ ხალხს ხო კაი აბა მიდი ლაზარე, მოკლედ დაპატიჟება გავაკეთეთ, სახელი და გვარები ვთქვით, ვინც მოვა, ვინც ვერ მოვა, სად მოვა, ჩავწერა კომენტარშიც, სად უნდა მოვიდეს. ეხლაც გეტყვით და კომენტარში ჩაგიგდებთ მისამართს.
შვაბების ქუჩა 72. აქ არის შეკრების წერტილი და მე მივდივართ ეკლესიაზე. ანუ ასურეთი, თეთრიწყაროს რაიონი, ასურეთი, ელიზაბეტალიც ქვია ამ სოფელს, შვაბების ქუჩა 72 არის შეკრების წერტილი პირველი საათი, ანუ 13 საათი. ახლა კი, რა ვიცი, მე მგონი ბევრი ვისაუბრეთ, ხო? მოგეში სია გააკეთა. იმ სიას დაამატეთ კიდე სია და მათ ყველას მოუწოდეთ აუცილებლად და ვინ არ მოვა, ნუ მოვა. შენ ეს გააკეთე რომ ვინმე მათყავს მე სიაში უბრალოდ ეს ასეას დაჭირო. და ქვეყნის გაერთიანების გამო ღმერთში გამოსაკაცრებლად ყველა შერიგდება. მე ყველა შეუგდები და შეხვდოთ ერთმანეთს თუ ამ დროებაში. კარგი, ლაზარე, დაგემშვიდობები ახლა და იმედია შევიკრიბებით რა და ვისაუბრებთ. აი, აბა, დროები დაგემშვიდობები. ხო. აი, მაგრათა. გაცხადდა უკვე 23 კი არა და 29 ნოემბერს 2025 წლის 29 ნოემბერს ვიკრიბებით მეგობრებო 13 საათზე შვაბების ქუჩა 72-ში. და აქედან მივდივართ მერე ეკლესიაზე. კარგით? გელოდებით ყველას. ვინც ვერ მოხვალთ, ძალიან გთხოვთ, რომ მომწეროთ მაინც, რომ თავარ ვერ ვახერხებ, რომ არ დაგელოდოთ ამდენი ხალხი, ვინც დავასახელეთ იმას, რომ არ ველოდოთ და მერე ბოლოს არ მოვიდეს და დრო დავკარგოთ. კარგით? აი ასე რომ პირადშიც მოგწერთ თქვენ და ვნახავთ ერთმანეთს შაბათს. გაკოცეთ ახლა მეგობრებო, გაირკვევა ის ილია მოკვდა თუ არ მოკვდა, ეგეც გაირკვევა, ყველაფერი გაირკვევა, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ რა. ხო დაველოდებით მართლა რაღაცა სასწაულებს, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. აბა,